საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბათუმში იმყოფებოდა. გურამ ოდიშარია მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო. ნახეთ დროს რეპორტაჟი. მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იმყოფებოდა. პირველი ღონისძიება, რომელსაც გურამ ოდიშარია დაესწრო, არქეოლოგიური მუზეუმის საექსპოზიციო რეაბილიტირებული დარბაზის გახსნა იყო. დიდი პატივია და ძალიან მიხარია და ბედნიერისა ვარ, რომ ამ დღეს აქ ამ შესანიშნავ მუზეუმში ვხდები. მე ვიცოდი, რომ არტეფაქტები არის უამრავი და მეტად საინტერესო, მაგრამ რაც მე ვნახე, თურმე ყოფილა მხოლოდ 2% იმისა, რაც ინახება ფონდებში და საცავებში. ანუ როგორი მდიდარია წარსულით აჭარის მიწა. არქეოლოგიურ მუზეუმში წარმოდგენილი იყო პრეისტორიული ხანის კულტურის ძეგლები და ანტიკური პერიოდის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები. ჩვენმა სტუმარმა უნდა იხილოს არა მარტო ის ბუნებრივი სიამოვნება, რაც შეიძლება მიიღოს ჩვენთან, არამედ ის თუ ისი მატარებელი ვარ ჩვენ ადგილ კულტურას გულისხმობ ამ შემთხვევაში. საქართველოს კულტურის მინისტრმა რეგიონის პირველ პირთან ერთად ხელოვნების მუზეუმის დამატებითი სივრცე დაათვალიერა, სადაც კაფე, ატელიესა და გალერეის მოწყობა იგეგმება. მოინახულა ოქროს ფონდის საგამოფენო სივრცე, რომელიც იაპონიის მთავრობის დახმარებით გარემონტდა. პროექტის ღირებულება 1,26,000 ლარია. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს სხვადასხვა მუზეუმების კულტურული ასე ვთქვათ შენობების და გაკეთება მოწყობა იმისათვის, რომ სამომავლოდ ამდენიმე წერტილი კიდევ დაემატოს ტურისტულ წერტილებს, ყოველობაში მოგვს ჩამოსულ ტურისტებს შეეძლებათ ნახონ ჩვენი და გაერთონ ჩვენს ისტორიას. აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო აფსაროსის მუზეუმ ნაკრძალში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ადგილზე მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, რომელიც არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს. ვაკეთებთ რომაული პერიოდის ფარებს, ჩვენ ვაკეთებდით მოზაიკებს, ხატავდით ქვებზე, ძალიან ბევრ რაღაცებს ვაკეთებდით და მე ძალიან მომწონს ეს პროექტი. არქეოკულტურა წინაპართა ნაკვალებზე მიზანი იყო ის, რომ ბავშვები დაინტერესებულიყვნენ ქართული კულტურით, სოფლიოს კულტურით, გაცნობოდნენ მიღწევებს საკაცობრიო ცივილიზაციის და ფიქრობთ, რომ შედეგი გამოიღო. მუზეუმების საერთაშორისო დღეს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. ამ დღეს ცალკეულ მუზეუმებში, მუზეუმ ნაკრძალებსა და სახლ-მუზეუმში შესვლა თავისუფალია.